მოგესალმებისა, მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან სტუდიაში და პასუხობთ კონტაქტის შეკითხვებს. საღამოშიტო. კაპიტან ირმა, თქვენს მიერ დაწყებული აქციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა გადადგნენ თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრები. დღეს გიგლა აგულაშვილი გამოგეხმაურათ კიდეც და მან განაცხადა, რომ თქვენი ბრალდებები, რომელიც შუალედურ არჩევნებს უკავშირდება, სრულიად უსაფუძვლოა. გასაგებია ის თუ რას ითხოვთ თქვენ, თუმცა როგორ ფიქრობთ, რამდენად შედეგიანი იქნება თქვენი პროტესტი? რამდენიმე კითხვა დაისვა ერთ კითხვაში. თავიდან დავიწყოთ, მოდით. საგარეჯოში რაც მოხდა, პირდაპირ კავშირშია არჩევნების გაყალბებასთან და ამიტომ ამბობთ ჩვენ, რომ საგარეჯოში არჩევნები გაყალბდა. იქ გამოყენებული იყო ყველა ის მეთოდი, რაც ჩვენ არ მოგწონდა და რასაც თავის დროზე წარმატებით იყენებდა მიხეილ სააკაშვილი და იმკვიდრებდა, ინარჩუნებდა ხედისუფლებას ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. ჩვენ გვახსოვს როგორ გაიმარჯვა ლევან გაჩეჩილაძემ არჩევნებში, მაგრამ ვერ გაიმარჯვა და ყველასთვის გამარჯვებული იყო ამ დროს ლევან გაჩეჩილაძე. ჩვენ ეს არ გვინდოდა, ეს არ მოგწონდა და როცა ქართული ოცნება მოდიოდა ხელისუფლებაში, მისი მთავარი დაპირება სწორედ ის იყო, რომ შექმნიდა თავისუფალ პირობებს არჩევნებისთვის, თანაბარ პირობებს და იმ ძველ ტრადიციაზე, იმ მანკიერებაზე უარს იტყოდა, მაგრამ რაც მე ვნახე საგარეჯოში, ეს იყო არა უარის თქმა იმ წარსულზე და იმ მანკიერებაზე, არამედ სააკაშვილის გზის პირდაპირი გაგრძელება. მკითხავთ ალბათ რა იყო ეს? ეს იყო ამომრჩევლის დატერორება, კონკრეტულად რაც იორმუღალოში მოხდა. უბნებზე შესასვლელთან იდგნენ გამგებლები, რომლებიც ხელის გულზე აწერდნენ ამომრჩეველს 51 ნომერს. კომისიის წევრები იორმუღალოს სოფლებში და საარჩევნო უბნებში პირდაპირ ხმის მისაცემ ჯიხურში მიყვებოდნენ ამომრჩეველს და საკუთარი ხელით ახაზინებდნენ 41-ს. იყო დატერორება ამომრჩევლის, ბატონი გარემოს დაცვის მინისტრი ისე ტყისთვის და გარემოსთვის რომ მიეხედა ჯობდა. კი ბატონო, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, უკანონო აგიტაცია, თქვენ ამაზე საუბრობდით, იყავით ჩვენთან სტუმრადაც სწორედ არჩევნების დღეს. კაპიტან ირმა, თუ მიმართეთ თქვენ შესაბამის უწყებებს, თუ მიმართეთ სარჩელით, როგორია პასუხი, რა ეტაპზეა ეს ამ სარჩელის განხილვა და ზოგადად თუ ფიქრობთ, რომ შედეგი მოყვება იმას, რასაც აი ახლა თქვენ საუბრობთ, გაქვთ გარკვეული პრეტენზიები, თუ იქნება ადეკვატური რეაგირება, ამის მოლოდინი თუ გაქვთ? აგულაშვილი ქიდგა ზონდერებთან ერთად, ესეც მინდა ვთქვა, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენს მომხრეებს და აღძრულია სისხლის ამართლის საქმე. ხო ამბობს, ფაქტები არ არისო. გამოძიება დაიწყოს და ფაქტებიც არის, მტკიცებულებებიც არის და უამრავი მოწმე გამოვა და მოყვება, როგორ იმორჩილებდნენ საგარეჯოს არჩევნებში ამომრჩეველს ქალბატონი თავდაცვის მინისტრი და ბატონი გარემოს დაცვის მინისტრი. ჩვენ ვიცით, რაც მოხდა მუხროვანში, სპეცუბნები, ეს გახმაურებული თემა. ქართული ოცნება ხმის ჩახლე ჩამდეყვიროდა, რომ არ გვინდა სპეცუბნები, ხელს გვიშლის გამარჯვებაში, ეს არის დიქტატურის გამოვლინება და ამ დროს რა ვნახეთ? კაპიტან ირმა, სწორედ გიგლა აგულაშვილმა სპეცუბნები ახსენა და ამ კუთხით თქვა მინისტრმა, რომ თქვენ საკმაოდ სუსტი არგუმენტები გაქვთ აი სპეცუბნებთან დაკავშირებით. ეხა აგულაშვილის ამ მოსაზრებაზე რამდენჯერ უნდა გავაკეთო კომენტარი. ფაქტის სახეზეა. ქალბატონმა თავდაცვის მინისტრმა შექმნა ხელოვნურად სპეცუბანი, სულ არ იყო საჭირო იქამ სამხედრო დახურული სპეცუბნის შექმნა. მარტივად რო ვთქვათ, 25 იყო მხოლოდ საგარეჯოელი ჯარისკაცი და 500-ზე მეტი ჯარისკაცი, სამხედრო პირი, მოსამსახურე იყო ბორჯომიდან, მესტიიდან, ზუგდიდიდან. აი რატო უნდა აირჩიოს ბორჯომელმა საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი? ალბათ ქალბატონმა თინახიდაშელმა იცის რა. ჩვენი მოთხოვნები რას უკავშირდება? არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე ის, რაც ჩაიდინა თავდაცვის მინისტრმა და გარემოს დაცვის მინისტრმა საგარეჯოში და მე ახტაცებული შუაღამისას ოქმებს რო ითვლიდა. მე ვერ ვიხსენებ ქვეყანას ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, თითქმის მთელი მსოფლიო მაქვს შემოვლილი, სადაც თავდაცვის მინისტრი არჩევნების ღამე ზის შტაბში და ახტაცებული ოქმებს ითვლის. ვერ ვიხსენებ. ვერც იმას ვიხსენებ, რომ აი ესე მიზანმიმართულად მიდიოდეს ჩართულობა სახელმწიფო მოხელების და პოლიტიკური თანამდებობის პირების არჩევნებში. იქ თანაბარი პირობები, აი დასავლურებებებზე და თავდაცვის მინისტრმა ეს თქვენი ბრალდებები კატეგორიულად უარყოფდა, სწორედ მისმა მეუღლემ აი დავით განცხადებაზე მინდა და ყველა ჩავერთოთ. ითხოვთ თავდაცვის მინისტრის მეუღლემ პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაგიხადათ სასარგებლო ტესტ მატჩისათვის და აღნიშნა, რომ თქვენმა მაგალითმა აჩვენა, რომ ნაციონალური მოძრაობა აღარ არის
ერთადერთი ანგარიშში გასაწევი ოპოზიციური ძალაო, ასე თქვა დავით უსუფაშვილმა. Როგორ ფიქრობთ, საპარლამენტო არჩევნებზე 2016 წელს ვინ იქნება თქვენი მთავარი კონკურენტი რეალურად? მე წინა საკითხს მინდა დაუბრუნდე. უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც ორგანიზებას უწევდა საგარეჯოში არჩევნების გაყალბებას. დიახ, უნდა აღიძრას საქმე, დაიწყოს გამოძიება და ჩემი საჯარო განცხადებები ეს არის მიმართვა პროკურატურისადმი. ხალბატონო, მიმართეთ თქვენ სარჩელით, კონკრეტული სარჩელით მიმართეთ. საჯარო განცხადებით მიმართეთ და ხვალშემაგ განცხადება და მტკიცებულებები და ფაქტები და მოწმეებიც მზად არიან, რომ ჩვენებები მიცენ. საჯარო განცხადებებზეც უნდა იყოს რეაგირება სხვათა შორის. რომ ხვალდაზე ვერავინ ვერ გაბედოს მსგავსი რამ. 2016 წელი მოდის. ეხლა მე აღარ ვლაპარაკობ იმაზე ირმა ინაშვილი მოიგო, წააგო, გავიმარჯვეთ ფაქტია და ეს ის ქვეყანაა, სადაც გამარჯვებულ ადამიანს დამარცხებულად წარმოაჩენის, სადაც მართალი ადამიანი სამართალს ვერ პოულობს. ასე იყო სააკაშვილის დროს, მართალი ადამიანი ვერ პოულობდა სამართალს, ასეა დღესაც. ეხლა რატოა ესე? რამდენიმე მიმართულებით წავედით, სამართლებრივი გზა, სამართლებრივი ჩარჩოებიდან გავიდაო, ხო? ესეც აგულაშვილის შეფასება. არავით არის სამართლებრივი ჩარჩოებიდან მე არ გავსულა და ამ აგულაშვილის საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ სამართლებრივი ჩარჩოებიდან გასვლა ის არის, როდესაც მთელი სატყეო მეურნეობა ჩართეთ არჩევნებში და აგიტაცია პროპაგანდაში და მე გამოიყენეთ უკვე საარჩევნო უბნების წინ ეს თქვენი სისტემის თანამშრომლები. აი ეს არის სამართლებრივი გზიდან აცდენა, თორემ ჩვენ მივმართეთ სასამართლოს სიღნაღში და სამარცხვინო იყო ის სასამართლო პროცესი, იმიტომ რომ არც ერთი ჩვენი ველოდით ამას რო არ დაკმაყოფილდებოდა და ასეც მოხდა. მოსამართლე გავიდა 3 საათით, შესვენება ითხოვა. ეს იყო პირდაპირ ელოდა ის მინიშნებას და წუხვა რომ დღევანდელი ხელისუფლებაც პოლიტიკურ იარაღად და ბერკეტად იყენებს სასამართლოს, თორე იქ იმდენი ფაქტი იყო წარდგენილი, რომ თავისუფლად შეიძლებოდა ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილება. თვითონ კომისიის წევრებმა იმდენ დარღვევებზე ისაუბრეს. ოქმები არ ჯამდება, ბალანსი არ დგება. არის სერიოზული პრობლემები. ვასაჩივრებდით ამას. დღეს ახლა სააპელაციო სასამართლოში მოხდა კიდე ძალიან საინტერესო რამ. პროცესს ესწრებოდა თამარ კორძაია, დეპუტატი. ჩვენმა წარმომადგენლებმა ვეღარ გაიგეს, ვინ იყო იქ მოსამართლე. თავად მოსამართლე თუ ქალბატონი დეპუტატი თამარ კორძაია, რომელიც აქტიურად უძღვებოდა მოსამართლის სტატუსში და რანგში ამ პროცესს და იქ შევიტყვეთ ჩვენ, აი ყოველ სიყალბეს რო სიყალბე მოსდევს, იმაზე ვლაპარაკობ, რომ თურმე ჩვენ გაგვიყალბებია არჩევნები და გამოგვიყენებია კარუსელი ერთი რა ბერკეტი. თუმცა იყო ბრალდებები თქვენ წინააღმდეგად ხალბატონო ირმა. იყო ბრალდებები, დიახ. მე ყველა ბრალდებას უპასუხებ არ მეშინია, იმიტომ რომ მართალი ვარ და იმანი კითხოს, ვინც მართალი არ არის. მოდით, ჩემ შეკითხვას დაუბრუნდები მაინც. ერთი ამას დავასრულებ. კი ბატონო, დაასრულეთ და კი ბატონო. დღევანდელ სხდომაზე ხა პარადოქსი ის არის, რომ თუ მე გავაყალბე, მაშინ გავაუქმოთ გეუბნევით, ხო? არა, არ გავაუქმოთ. ოქმებში ბალანსი არ დგება, დარღვევებია და გეუბნევიან, პასუხობენ. იცით რა, ეს ადამიანური შეცდომა, ტექნიკურ შეცდომებამდე დაიყვანეს და სინამდვილეში 50 უბნიდან 27-ზე იყო უსერიოზულესი დარღვევები, ზედმეტი ბიულეტენები ჩაყრილი და გეუბნება მოსამართლე, ნუ რა მოხდა 1-11 ბიულეტენი, 2-11, ხან მეტია, ხან ნაკლებია. ეს არის სამართალი და ეს არის სამართლიანი სასამართლო. 1-11 ბიულეტენი ნიშნავს იმას, რომ იმ უბნის შედეგები უნდა გაუქმდეს. მაგრამ დღევანდელ პროცესსაც უძღვებოდა რესპუბლიკური პარტია და არა ის მოსამართლე, რომელმაც კვლავ არ დააკმაყოფილა ჩვენი საჩივარი, რაც მოსალოდნელი იყო ველოდი ამას და კიდე ერთხელ უსვამ ხაზს წუხვა, რომ სასამართლოს დღევანდელი ხელისუფლება როგორც პოლიტიკური იარაღს და ბერკეტს ასე იყენებს. ძალიან სამწუხაროა ეს. კარგით, ქალბატონო ირმა, მოდით ჩვენი დრო იწურება და მოდით მიპასუხეთ 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებზე როგორ ფიქრობთ, ვინ იქნება თქვენი მთავარი კონკურენტი? ეს იქნება ქართული ოცნება თუ ეს იქნება ნაციონალური მოძრაობა და ასევე მაინტერესებს თუ კი არ დაკმაყოფილდება თქვენი მოთხოვნები და ის პროტესტი, რა პროტესტსაც თქვენ დღეს მიმართავთ, რა იქნება პატრიოტთა ალიანსის შემდეგი ნაბიჯები? მე არ მივიჩნევ ნაციონალურ მოძრაობას კონკურენტად, იშლებიან და წარმატებით დაიშალონ, ვერ ხედავ ამაში პრობლემას. არც მაინტერესებს დღევანდელი გადასახედიდან იქ რა კონფიგურაციაზე და კონკურენციის რა სქემებზე იქნება საუბარი, იმიტომ რომ დღეს მე ვამბობ, თუ ჩვენ ეს გადავყლაპეთ და დაუშვით, რაც ხელისუფლებამ გააკეთა საგარეჯოში, საერთოდ აზრი არ აქვს, ვინ ვისი კონკურენტი იქნება. 2016 წელს ისინი დაგვაბრუნებენ ბრეჟნევის ეპოქაში.
და აზრი არ ექნება არც კონკურენციას, არც პოლიტიკური პარტიების მონაწილეობას ამ საარჩევნო პროცესში. ამიტომ ვამბობთ, ჩვენი მოთხოვნებია ორი ნაწილი. გადააყენეთ ეს თავდაცვის მინისტრი და გარემოს დაცვის მინისტრი, აღძარით საქმე და დაიწყოს გამოძიება და მეორე და მთავარი ნაწილი უკავშირდება საარჩევნო გარემოს შეცვლას. უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემო. ორი სიტყვით გითხარით, რა იქნება პატრიოტ ალიანსის სამოქმედო გეგმა, თუ კი არ დაკმაყოფილდება მოთხოვნები, სათამდე გაგრძელდება პროტესტი და უნდა დაგემშვიდობოთ. მე მაგ მდიდარი ფანტაზია 10 წელი სააკაშვილის რეჟიმს ვებრძოდით და როგორღაც მოვერიეთ და ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროტესტს, ვიდრე ხელისუფლება არ მოგცემს გარანტიებს, რომ ის არ გაიმეორებს საგარეჯოს არჩევნებს 2016 წელს და ხელისუფლება თუ იმას დაუშვებს, რომ ჩვენ საკაცეებით გაგვიყვანონ კანცელარიის წინამდებარე ტერიტორიიდან, მაშინ მეც უპასუხებ ხელისუფლებას. ასეთ ქვეყანაში, უსამართლო ქვეყანაში ცხოვრებას ალბათ ჯობია რომ მოკვდე, მაგრამ ვერ მოგართმევთ ამას. ვერანაირად ვერ დაგითმობთ ჩვენს ქვეყანას, რომ საკაცეებით გაგვიტანოთ, ჩვენ ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ დავიცვათ საქართველოს ამომრჩეველიც. ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც სხვათა შორის სოლიდარულია იმაში, რომ უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემო და მერე ვილაპარაკოთ რა 2016 წელზე. იქნება ცალკარში რჩება მარტო ქართული ოცნება და აღარავინ არ მონაწილეობს მის მიერ გამოცხადებულ არჩევნებში. დიდი მადლობა ქალბატონო ირმა, დიდი მადლობა. ჩვენს შეკითხვებს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი პასუხობდა. კონტაქტი 6-ზე კი დაგემშვიდობებათ. ხვალამდე ნახვამდის.